მეგობრებო, დღეს უნდა ჩავწეროთ ჩვენი თოჯინის ჩანთა. კრემისფერი ძაფით ვიწყებთ. თმის სამაღლით რაფერდაც გავაკეთეთ. ეხლა ტიტები უნდა გავაკეთოთ მელნისფერი ძაფით. ტიტები 3 ტიტა უნდა გავაკეთოთ, როგორც თმის სამაღლზე. ასევე 2 ძალიან მწვანე ფოთოლი. აწყობა კონსტრუქცია ჩანთაზე იგივე რაც თმის სამაღლზე იყო. ეხლა ორ მხარე უნდა გავაკეთოთ. პირველ მხარეს 14 თვალი გავაკეთოთ. ერთი, ორი, სამი, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13 და 14. 14 თვალი მოგსოვეთ. მეორე თვლიდან ვიწყებთ. 13 თვალი მოგსოვოთ. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13 და 13 თვალი უნდა მომექსოთ, ზედმეტია 1 მგონი. ეს ესე შევწიოთ, არაფერი უჭირს. 1 ჰაეროვანი თვალი ამოგსოვოთ და მოვტრიალდეთ. ეხლა მეგობრებო, 2-დან 10-მდე. სულ 9 რიგი 13 თვალი უნდა მოგსოვოთ. მოგსოვოთ 9 რიგი 13 თვალი და შემდეგ გავაგრძელოთ. გავაგრძელოთ მეგობრებო, მოგსოვეთ 9 რიგი 13 თვალი. ეხლა 2-4-6. ეხლა მეგობრებო, გარშემო უნდა შემოვაგზავნოთ. კუთხეში ნამატი გავაკეთოთ. აი ასე. ერთი წუთით მეგობრებო, გვერდიდან უნდა დავიწყოთ. აი ეს კუთხეში 2 თვალი ამოვიღოთ 1 თვალში. შემდეგ 8 თვალი მოგსოვოთ. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, დაიცა. 8 აქ ამას ერთად გავაკეთოთ, მეგობრებო, 8 თვალი უნდა გვერდზე. 8 თვალი. კუთხეში ისევ 3 თვალი. 1, 2, 3, 1 თვალში 3 თვალი. შემდეგ 11 თვალი. 1, თან ეს ზაფით ჩაყოლეთ, შემოკარგებო. 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9,
10 და 11. 11 თვალი მოგხსოვეთ. ისევ ერთ თვალში 3 თვალი კუთხეში. 1 2 და 3. 8 თვალი მოგხსოვოთ ისევ. 1 2 გვერდზე 3 4 5 6 7 და 8. და 1 ნამატით დავამთავროთ. 1 და 2. 1 თვალი ამოვიყვანოთ. ეხლა მეგობრებო, ფლო უნდა მოგხსოვოთ 37 რიგი. ფლო არის წინა ფრთები. ეს ძაფიც მოვაჭრეთ. 37 ფლო მოგხსოვოთ. წინა თვლების წინა ფრთები. 1 2 3 4 5 6 7 მოგხსოვოთ 37 ფლო და გავაგრძელოთ. მოგხსოვეთ მეგობრებო 37 ფლო. ერთი ჰაეროვანი თვალი გავაკეთოთ და მოვტრიალდეთ. და ბოლო რიგი, მე-13 რიგი 37 თვალი მოგხსოვოთ. ფლოს გაჩვეულებრივად 37 თვალი მოგხსოვოთ. ესე მოგხსოვთ 37 თვალი, მოვწყვიტოთ ძაფი და დავამთავროთ. მოგხსოვეთ მეგობრებო, აი ასეთი გამოგვივიდა. ეხლა მეორე ნაწილი უნდა მოგხსოვოთ, რომ მივაკეროთ ჩანთას. მეორე ნაწილიც იგივე აბსოლუტურად ყველაფერი იგივე მეორდება მე-11 რიგამდე. ფლოდან უკვე აღარ ვაკეთებ მე-11 რიგამდე. იგივე მოგხსოვოთ. ძაფი არ გაწყვიტოთ, რომ მივაკეროთ და შემდეგ გავაგრძელოთ. მეგობრებო, ესე გავუკეთოთ ნევსი და უკანა ფრთებიდან, აი ასე, ყველა თვალში ესე გავკეროთ. უკანა თვლებიდან ყველა თვალში შევუყაროთ. ესე გავკეროთ ბოლომდე. უკანა თვლებიდან ამოვიღოთ ესე გავკეროთ ბოლომდე მეგობრებო და შემდეგ გავაგრძელოთ. აი ესეთი ჩანთა გამოგვივიდა.
ეხლა უნდა გავუკეთოთ ყურები. ორივე მხარეს დიდი ძაფი დავტოვოთ, აი ასე რომ ნებსი გაეყაროს. 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 და 15 მგონი ეყოფა. 18 გავაკეთოთ, 16 17 და 18. აი ასე ყველა თვალში თითო თვალი გამოვაცუროთ. 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 გაცურებები გავაკეთოთ. 13 14 15 და ბოლო თვალში 16. ესე ჩავამთავროთ და მოვწყვიტოთ. ეხლა დიდ ძაბთან ერთად გავნასკოთ კარგად. აი ასე. 1-2 3 გავნასკოთ. მოვაჭრეთ ეს პატარა ძაფი. გავუკეთოთ ნევსი. გავუკეთოთ ნევსი შუალედი ვიპოვოთ მეგობრებო, მაგალითად 1 2 3 1 2 3 4 და 4 ავიღოთ აქეთ იქით. შუაში დაგვრჩეს 4 თვალი. აი ასე. წინა მხარე რო დავიჭიროთ, ესე გავაკეთოთ. ამიტომ აქეთ მხარეს უწევს 2 3 4 5. აქეთ მხარეს დავაკეროთ. ერთ თვალში გავუყაროთ. აი ასე. ჩავამაგროთ. ასე ჩავამაგროთ უკან. და მოვჭრათ ძაფი. ეხლა აქეთ მხარე ჩავამაგროთ. შუაში 2 4 5 თვალი გავაკეთოთ. მე-6 თვალში გავუყაროთ ძაფი. წინა მხარე რო გარეთ იყვეს. აი ასე.
ჩავამაგროთ. აი ასე. შიგნითა მხრიდან ჩავამაგროთ. მეორე ხელის მოსაკიდი ჩანთისას პური დამოუკიდებლად მოგხსოვოთ. უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ჩანთის მოგხსოვა, ესე ორი ყურით გავაკეთეთ. მაღლა გვაქვს ფლო-თვლები, როგორც ხედავთ. ესე უნდა შემოვატრიალოთ. ყველა თვალში, აი ფლო-თვლები გვაქვს. ორივე მხარეს. გავაკეთოთ თვალი. ჩაუყაროთ, ჩავამაგროთ, თან ერთად ეს ძაფით ჩავატაროთ ერთად მასაქნად. ეხლა 37 მოკლე ტრაბზანი ნამატებით უნდა გავაკეთოთ. ორი თვალი გავაკეთოთ, ერთი კვი გავაკეთეთ. ორი თვალი გავაკეთოთ, ნამატი გავაკეთოთ. თითო თვალში ორ-ორი მოკლე ტრაბზანი უნდა გავაკეთოთ. სამი თვალი გვაქვს, სამივე ერთად გამოვიღოთ. აქ უკვე ორი თვალი გვაქვს. გადავდივართ შემდეგ თვალში, გავუყაროთ ისევ. მეორე თვალში, ფლოებში, სამი თვალი გვაქვს, სამივე თვალი ერთად. თითო თვალში ორი მოკლე ტრაბზანი. სამი თვალი გვაქვს, სამივე ერთად. ნამატს ვაკეთებთ, მესამე თვალში უყრით. გამოგვაქვს თვალი, სამი თვალი გვაქვს, სამივე თვალი ერთად. ასე ბოლომდე ჩავიდეთ. ძაფი არ მოწყვიტოთ, იმიტომ მეორე რიგიც აქვს და გავაგრძელოთ აი ასე. თითო თვალში ორ-ორი ორმაგი ტრაბზანი. ორმაგი მოკლე ტრაბზანი. ასე ბოლომდე ჩავიდეთ. მოგხსოვეთ მეგობრებო, ეხლა ესე სიგრძეზე გაცურვითი ჯეჯე უნდა გავაკეთოთ. აი ეს ჩაუყაროთ თვალში, წინა თვალი უკანა თვალში გამოვაცუროთ. ამოვიღოთ თვალი, წინა თვალი უკანა თვალში გამოვიღოთ. გამოვიღოთ თვალი, აი ასე ჩავიდეთ ბოლომდე. ცოტა თავხნათ მოგხსოვეთ, რომ არ შეიბრუშნოს ნაქსოვი, შეიკუმშოს. აი ასე. ესე ბოლომდე ჩავიდეთ. ბოლომდე ჩავიდეთ მეგობრებო. ყველა თვალში უნდა ჩაუყაროთ, ამოვიღოთ. ჩაუყაროთ, ამოვიღოთ თვალი, წინა თვალი უკანა თვალში გამოვაცუროთ.
გამოვაჭრე მე თორე მაგრატელი რაღაც არ ჭრის კარგა. ჩავედით ბოლოში. მოვჭრათ ძაფი. და შიგნით ჩავაბრუნოთ. ჩავამაგროთ. ეხლა მეგობრებო მეორე მხარესაც გავაკეთოთ იგივე. გავაკეთოთ თვალი. აი ასე. და ლოში გავუყაროთ. ჩავამაგროთ, ორი თვალი ამოვიყვანოთ. და იგივე თვალში მოკლე ტრაბზანი გავაკეთოთ. უკაცრავად შეცდომით ჩავამაგრე. აქეთ მხარეს უნდა ჩავამაგროთ. აქეთ რომ დაგვეწყო, უკუღმა მხარე გამოგვივიდოდა. აი აქ ჩავამაგროთ უკაცრავად. მარცხენა მხარეს ვამაგრებთ. გამოგვ გამოგვაქვს თვალი, ვამაგრებთ და ორი თვალი ამოვიყვანოთ. 1 2 ყველა თვალში მოკლე ტრაბზანი 2 ჯერ. ყველა თვალში 2 ჯერ გავაკეთოთ მოკლე ტრაბზანი. ჩავიდეთ ბოლომში და შემდეგ ყვავილი და ფოთლები გავაკეთოთ. ეხლა ავასხათ მწვანე ძაფინებზე. დიდი არა, პატარა ავაბად. გაზელის ძაფების ეს მეჯავრება ორივე მხრიდან გამოდის ძაფები. ვერ გაიგებთ სად არის, ამიტომ ასე უნდა მოვჭერა. ძალიან დიდი არ გინდათ. მოვჭრათ ძაფი. ავაბად. აი ასე. ნასკვი გავუკეთოთ. ჩვენი ჩანთის შუაში სადღაც აი აქ. აი ასე შუაში ავიღოთ. და აი ესე ორი ზოლი რო იყოს. ერთი აქ გავუკეთოთ. ღეროს ვაკეთეთ ყვავილის. 1-2 თვალით გვერდზე გადმოვიდეთ, 3 იყოს. მოდი 3 თვალით გვერდზე გადმოვიდეთ. ისევ პირველ წერტილში ჩამოვდივართ. აქედანაც 1 2 3. 3. აი ასე გავაკეთოთ. აი ასე. ჩავამაგროთ თქვენი ძაფი და მოვწყვიტოთ. აი ასე. ეხლა ავიღოთ მელნისფერი ძაფი. სამივე ყვავტიტა, ყვავილი
მელისფერი უნდა გავაკეთოთ, ერთ ცალ-ერთად გავაკეთოთ, ცოტა პატარები უნდა გამოვიდეს. თავში გითხარით, რომ იგივე ზომებისა, მაგრამ როგორც მივხვდი, რომ ჩანთა ნახაძე დიდი ჩანთა და პატარა გამოვიდა, ამიტომ ის ტიტები, რაც თმის სამაგაზე გავუკეთეთ, აქ პატარა იქნებოდა. პატარა კი არა, დიდი იქნებოდა. დავიწყოთ ეს მოხსოვა. ვაკეთებთ რკალს, აი ასე და ვამაგრებთ თვალს. 6 თვალი ამოვიყვანოთ. 1 2 3 4 5 6 თვალი მოვხსოვეთ, გამოვჭიროთ ეს ძაფი, ჩავამაგროთ და თითო თვალში, მეორე რიგზე, თითო თვალში 2 თვალი ამოვხსოვოთ. 1 2 3 4 5 6 7 8 თითო თვალში 2 თვალი ამოვხსოვოთ. 8 9 10 11 და 12. სულ უნდა გამოგვივიდეს 12 თვალი. ეხლა ეს 12 თვალი, მეგობრებო, 3 რიგი მოვხსოვოთ. 3 რიგი 12 თვალი მოვხსოვოთ. მარკერი ჩავამაგროთ და დამოუკიდებლად მოვხსოვოთ 3 რიგი 12 თვალი. 2 3 მოვხსოვოთ 3 რიგი და გავაგრძელებთ. მოვხსოვეთ 3 რიგი. ცოტა დიდი ძაფი მოვწუდეთ, რომ თანაც დავაკეროთ, თან შევკვეცოთ. აი ასე. ეს ზედმეტი ძაფი ახლა მოვაჭრათ. ესე შუაში გავაკეთოთ ეს ძაფი. ავაბათ ნევსზე. ავაბათ ნევსზე, მეგობრებო, და აი ასე. წინა მხრიდან უკანა მხარეს გამოვიდეთ. აი ასე ჩავდგართ. ეხლა ესე შევკვეცოთ და ესე ჩავამაგროთ. აი ასეთი უნდა გამოგვიდეს. განახეთ, თან დიდიც განახეთ, როგორ კეთდება. თუმცა თმის სამაგრს ვაკეთებდით. აი ასე. ეხლა ეს ყვავილი ერთ ღეროზე მივამაგროთ. აი ასე მივამაგროთ. თან ყვავილშიც გამოვიდეთ. ესე. ისევ და იმ ადგილზე შევიდეთ ყვავილში. აი ასე. დაბლა ჩამოვიდეთ ღეროსთან. და აი ასე ყვავილი ჩავამაგროთ. ერთი ყვავილი ჩავამაგრეთ, კარგად დავამაგროთ, მეგობრებო, რომ არ გამოგვეშალოს. ასე ბოლომდე ჩავიდეთ. 3 ყვავილი, სულ 3 ყვავილი, კიდე 2 ყვავილი უნდა გააკეთოთ დამოუკიდებლად. ასე გააკეთეთ და გავაგრძელოთ ფოთოლის მოხსოვის დროს.
აი ასე. გავაკეთოთ სამი ყვავილი და შემდეგ გავაგრძელოთ. მეგობრებო, ეხლა უნდა მოვხსოვოთ მწვანე ძაფით ფოთოლი. 2 ცალი ფოთოლი უნდა მოვხსოვოთ. ეხლა უნდა მოვხსოვოთ ფოთოლი, 2 ცალი ფოთოლი უნდა მოვხსოვოთ. 4 ერთი თვალი ჩავამაგროთ. 4 თვალი ავიღოთ. 1 2 3 და 4. პირველი თვალში გაცურება გავაკეთოთ. აი ესე ამოვიღოთ ორ წინა თვალი უკანა თვალში. აი ასე. მეორე თვალში ერთი ჰაეროვანი თვალი. მესამე თვალში ერთ თვალში სამი თვალი. 1 2 და 3. ერთი თვალი მოვხსოვოთ, უკვე მეორე მხარეს შემოვტრიალდით, ერთი თვალი მოვხსოვოთ. ეცა, ეგ უნდა მოვხსოვოთ ერთი თვალი და ბოლო თვალში ისევ გაცურება გავაკეთოთ. აი ასე. ჩავამაგროთ ძაფით. აი ასე, ჩავამაგროთ ძაფით და მოვწყვიტოთ. ცოტა დიდი მოვწყვიტოთ, რომ გავკეროთ მერე. ერთიც გავაკეთოთ და დავაკეროთ. მეგობრებო, ეხლა ფოთოლი დავაკეროთ, გავუყაროთ ძაფი. აი, აქ ჩავუყაროთ. ერთი აქეთ. აი ასე. წვერში გამოვუყაროთ აქ. უკან გავიდეთ. აი ასე და ჩავამაგროთ ძაფი. ცოტა პატარა ძაფი მომივიდა. აი ასე. ჩავამაგრეთ ერთი ფოთოლი. ეხლა მეორე ფოთოლი ჩავამაგროთ. ერთი მწვანე ზოლთან. ერთიც აი გობიჯო ასეთი ჩანთა ლამაზი ჩანთა გამოგვივიდა. მე ერთი ტუფლი უკვე მოვხსოვე, მეორე ტუფლი ერთად მოვხსოვოთ და ჩვენი თოჯინა უკვე მზად არის. ვაგრძელოთ მეგობრებო ჩვენი ლიდია თოჯინის მოგხსოვა. ტუფლები დაგვჭა მარტოდ ტუფლებიც მოვხსოვოთ. თეთრი ძაფი უნდა ავიღოთ და 7 ჰაეროვანი თვალი მოვხსოვოთ. 1 2 3 4 5 6 და 7. პირველი თვალიდანვე მეორე თვალიდანვე ვიწყებთ ერთი ნამატი, ანუ ერთ თვალში ორი თვალი. ოთხი თვალი მოვხსოვოთ. 1 2 3 და 4. ერთ თვალში 4 თვალი ამოვიყვანოთ და მეორე მხარეს გავდივართ. 2 3 და 4. თან ეს ზაფით ჩავაყოლოთ. 4 თვალი მოვხსოვოთ ისევ. 1
2 3 და 4 4 თვალი მოგცვათ ბოლო თვალში ისევ ნამატი ჩავამთავრეთ პირველი რიგი სულ დაგვრჩათ 16 თვალი გადავდივართ მეორე რიგზე მეორე რიგზე ისევ ნამატი უნდა გავაკეთოთ 1 2 5 თვალი მოვგზავნოთ 1 2 3 4 და 5 თვალი მოვგზავნოთ 1 თვალი ნამატი 2 თვალი მოვგზავნოთ 1 2 1 ნამატი ისევ 5 თვალი მოვგზავნოთ 1 2 3 4 და 5 5 თვალი მოვგზავნეთ ბოლო თვალში ისევ ნამატი მეორე რიგით ჩავამთავრეთ რიგის ბოლოს 20 თვალი დაგვრჩა გადავდივართ მესამე თვალს რიგზე მესამე რიგზე პირველი თვალი 1 თვალი უნდა მოვგზავნოთ 1 ნამატი ანუ ერთ თვალში 2 თვალი 20 თვალი მოვგზავნოთ 1 2 3 4 5 6 6 მოვგზავნეთ 6 თვალი 1 ნამატი ისევ 1 თვალი მოვგზავნოთ 1 ნამატი ისევ 1 თვალი მოვგზავნოთ და ისევ 1 ნამატი გაცრავთ 1 წუთით ნამატი 1 2 3 4 5 6 ისევ ნამატი და 6 თვალი და 6 თვალი 1 2 3 4 5 6 ბოლო თვალში ნამატი მოვგზავნოთ 1 2 მესამე რიგი ჩავამთავრეთ სულ გამოგვივიდა 25 თვალი გადავდივართ მეოთხე თვალზე მეოთხე თვალზე მოკლე ტრაბზნანები უნდა მოვგზავნოთ პირველ თვალი გავაკეთოთ ნამატი და პირველ თვალში 2 ცალი მოკლე ტრაბზანი გავაკეთოთ ერთ თვალში 2 მოკლე ტრაბზანი 3 თვალი 3-ვე ერთად 9 მოკლე ტრაბზანი 1 2 3 4
5 6 7 8 და 9 9 მოკლე ტრაპზანი 1 ნამატიანი მოკლე ტრაპზანი 1 2 8 ტრაპზანი უნდა გავაკეთოთ 1 2 3 4 5 6 7 და 8 8 თვალი მოგსოვეთ ერთი ნამატი მოკლე ტრაპზანის ერთი ნამატი ანუ ერთ თვალში ორი თვალი 1 და 2 ძალიან დიდი ბოდიში მეგობრებო შემეშალა აქ დავიწყეთ ნამატი ტრაპზანით ეს სწორია 9 ცალი 1 2 3 4 5 6 7 8 9 მერე ისევ ნამატი ორი თვალი აი გავჩერდეთ ახლა ნამატზე 9 თვალის მერე ნამატზე და 3 მოკლე ტრაპზანი 1 2 და 3 3 მოკლე ტრაპზანი 1 ნამატიანი ტრაპზანი ანუ ერთ თვალში ორი თვალი 2 8 ცალი მოკლე ტრაპზანი 1 2 3 4 5 6 7 და 8 8 ცალი მოკლე ტრაპზანი 1 ნამატი მოკლე ტრაპზანი ერთ თვალში ორი თვალი 1 და 2 და ბოლოს 1 მოკლე ტრაპზანი აი ასე სულ გამოგვივიდა 29 თვალი მეხუთე რიგზე ვარ მეხუთე რიგზე მეგობრებო მეტობის და ნაკლებების გარეშე 29 ბლო უნდა მოგსოვოთ ანუ უკანა თვლები აი ასე პირველი არა მეორე უკანა თვლები 2 3 4 5 6 7 8 9 10 ჩავიდეთ ბოლომდე 29 თვალი მოგსოვოთ და გავაგრძელოთ ბლო თვლები მოგსოვეთ 29 ბლო გადავდივართ მე-6 თვალზე მე-6-დან მე-10 რიგამდე 5 რიგი 29 თვალი მოგსოვოთ 5 რიგი მოგსოვოთ 29 თვალი და შემდეგ გავაგრძელოთ მეგობრებო ბოლო რიგზე ვართ მე-11 რიგზე 9 თვალი მოგსოვოთ 1 2 3 4 5 6 7 8 და 9
9 თვალი მოვხსოვოთ, 2 თვალი ჩავაკლოთ. ერთხელ უკვე ჩავაკელით, ესე წინა ფრთები, თვლის წინა ფრთები და ესეც 2. 4 თვალი მოვხსოვოთ, 1 2 3 და 4. ისევ 2 თვალი ჩავაკლოთ. 1 2 8 თვალი მოვხსოვოთ. 1 2 3 4 5 6 7 და 8. 8 თვალი მოვხსოვოთ და ჩავამთავროთ, ძაფი მოვუწყვიტოთ. ჩვენი თოჯინა და ტუფლიც მზად არის. მოვჭრათ ზედმეტი ძაფები. ეს ბოლო ჩავამაგროთ. აი ასე. აი ასე. ჩავამაგრეთ. მოვაჭროთ ეს ძაფიც. ჩვენ თოჯინას ჩავაცვათ. ჩავაცვათ ტუფლი, ესეც მეორე ტუფლიც ჩავაცვით. ესეთი ტუფლიკები გამოგვივიდა. ეხლა მთლიანად გადავუღებთ ჩვენ თოჯინას და განახებთ. აი ესეც ჩანს. აი ასე. ბოლომდე 36 სანტიმეტრი გამოვიდა ჩვენი თოჯინა. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. მომავალ შეხვედრამდე. თუ მოგჭონთ ჩემი თოჯინები, გამოიწერეთ ჩემი არხი YouTube-ზე ნინო ჰენდმეიდზე, Facebook-ზე ასევე ნინო ჰენდმეიდი და Instagram-ზე niniko1003. მოგხსოვოთ ერთად და გავაგრძელოთ. დიდი მადლობა.